გამარჯობა. სანამ დავიწყებ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შუმერებს, რადგან სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს ბორბალი. დიდი ხანია stand-up-ი არ წამიკითხავს, რაღაც გადარბენებზე ვიყავი, მაგრამ ეხლა მცალია რა. მოვიდა. Короче, ამ სამსახურის ძიებამ, მაგრამ შემაწუხა რა, იმენა მარტო ეგ მაწუხებს, სხვა არაფერი რა. ხოდა მონოლოგიც ამ თემაზე გავაკეთე, რა იქნებ ვინმეს ყურამდე მივიდეს და ფეხი ამიბას რა. Короче, სტაბილური სამსახური მინდა რა, ოღონდ ისეთი რა, ნაკლები სამუშაო რო იყოს რა, პრეზიდენტად მაგალითად რა. ცოტა ამ სუბუქია ეგეთი რა. რავი, ჩემზე ნაკლებ კალორია სწავს ტიპიდან. Said დირექტორათაც შემიძლია მუშაობა რა, მაინც უზივარ და ფეხზე გადადებას კიდე რა უნდა რა. ხო ინმეს და გადამადებინებს რა. თან ჩემზე კარგად ვერავინ იტყვის, იმუშავე თქვენ. კიდე შეგვიძლია რამე პრაქტიკულიც მოვიფიქროთ რა, მაგალითად პრობლემებზე რო საღებავი წამისვათ, გავგორდები და გზებს დაგიხაზავთ რა. ანუ თბილისის მერიაში მინდა მუშაობის დაწყება რა. არა, ესე არ უნდა მეთქვა. თბილისის მერიაში მინდა მუშაობია დავიწყო. სიმართლე გითხრათ, მქონდა შემოთავაზება მერიიდან, მაგრამ თანამშრომლებმა დაიწყეს რა ამას რა იტანსო ეხლა მეშვიდე სართულზეო. ბანკები და საოფისე არა ჩემი რა. არა. არ შეწუხდეთ მაგათ ყველგან, მთელი დღე ერთ ადგილას ვერ ვიჯდები ძმაო რა. არ შემიძლია რა. ისე მიკროსაფინანსოში ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით რა. ისე მე მგონი იცოდა ღმერთმა რომ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მან და წინასწარ დამსაჯა. ხელფასი ვიქნებოდი და ყოველდღე დაგიჯდებოდით. დისტრიბუციაში შემიძლია ისე რა. ოღონდ ჯერ ლეგალიზაცია მოხდეს და მე რა. პარამ აქ გეტყვით რომ შსს-დან კონდა შემოთავაზება რომ მოსაწევის გამანადგურებლად რა. დამიჯერეთ ჩემზე კარგად ვერავინ გაანადგურებს რა. თუ არ გჯერათ მოიტანეთ და ისე ტელევიზიაში ყოფნა მომწონს რა. ნიჭიერის ჟიურიშიც შემიძლია, მაგრამ მაგას ნამეტანი ტალანტი უნდა ძმაო რა. ვიმუშავებდი სტუმრად პროფილში. მაქვს ნიჭი და ჰა. მაგრამ რო უკვირდები, იმენა GDS-ია საჩემო ტელევიზია რა. მარტო GDS აქვს სლოგანი ჩაუჯექი. ჯიგრები. კიდე კასკადიორად შემიძლია ურთულეს ნომრებზე ვიმუშაო რა. რო გითხრათ ეხა უში შარი ვარ თქო, მოგატყურეთ რა, მაგრამ მეტი აღარ უნდა მომივიდეს რო. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რა. ჩემზე მეც ეგენი არ მოძრაობენ და შარდენზეს მას როგორმე დავამუყავებ რა. კაი ტრენერი და ღიფსაც მოცხებ რა, არა პრობლემა. ქალების თეთრეულის მაღაზიაშიც ვიმუშავებდი დიდი სიამოვნებით რა. ოღონდ იმენა დიდი სიამოვნებით რა. გოგოებს ურჩევდი რომელი ფერის ლიფი მოუხდება ცალ-ცალ რაღაც რა. ზოგი კი დაიწყებს ეხა როგორ შეიძლება კაციო ქალების იმაში რა. შეიძლება თორე უცბარ წამოუხდე და ვეცე რა. თუ ვერაფერი ვიშოვე, კენს ვიყრი რა, როგორც ხდება ხოლმე რა. და ბოლოს წინა stand-up-იდან მინდა მოგცეთ რჩევა გოგოებთან ურთიერთობაზე რა. Короче, გოგოს გაღვიძება თუ გინდა შეანჯღრიეთ. თუ არ გაეღვიძა, ძუძუზე ხელი დაადეთ და კიდევ თუ არ გაეღვიძა, გედოთ. მადლობა.